53 ბატალიონის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა უსახლკარობის პრობლემის მოგვარებისა და საკრებულოში აღნიშნული საკითხის დაყენების პირობა მიიღეს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დილარა ჯაფარიძე შეხვდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას დღეს უკვე მეორედ ეწვია და გამარჯვების შემთხვევაში უსახლკაროების პრობლემის მოგვარების პირობა დადო. შეხვედრის ფარგლებში დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეების შეხედულებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. აჭარის ტელევიზიას 20 თუმცა ძალიან განწყობილია. მეორე ხელმოვედი და ამ ხალხის წინაშე ვდგევარ. ყველა თითეულის გაჭირვება მე ვითავისებ რა და ძალიან ცუდი პრობლემები აქვს ამ ხალხს. მიუხედავად იმას, რომ მე ჩემი ამომრჩევლები კი არიან, მაგრამ არც ერთს არ შეუძლია რომ მე ხმა მომცენ, მაგრამ ხარდაჭერას უწევ ამ ხალხს და სოლიდარობას და ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას ყველას რომ ყურადღება მიაქციონ. ობიექტური დასკვნები დაიდოს ვის აქვს გაჭირვება და ვის არა და შემდეგ მოხდეს ჩვენი საკუთარი ჭერის შეძენა. 100 კვადრატი იქნება თუ ბინის ფართობები. უსასყიდლოდ ოღონდ.